ყველა ვინც გიყვართ და ყველა ვისაც უსმენთ დღეს ევროპული მომავლის დასაცავად იკრიბება. სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები მოაწყობენ მსვლელობა ზუსტად 7 საათზე ფილარმონიიდან უნდა დაიწყოს. რამდენიმე გაჩერება იქნება ამ მსვლელობას, მათ შორის ერთი გაჩერება იქნება გმირთა მოედანზე, გაჩერდებიან კონსერვატორიასთან, ასევე ოპერასთან, როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, სიმღერით სურთ რომ გააცილონ ოლიგარქის რეჟიმი და ბიძინა ივანიშვილის მთელი გუნდი, როგორც მუსიკოსები აცხადებენ, ძალიან კრეატიულები არიან ქართველები და ამიტომ თავადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრეატიული მარში დაეანონსებინათ, რომელიც დღეს გაიმართება და ეს მარშიც, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე დასრულდება. ხელოვნება იყო ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი ძალა უსამართლობასთან ბრძოლაში. მუსიკოსების პროტესტი იქნება სწორედ ამ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული, იმ უსამართლობის, რასაც ვხედავთ ამ ერთი თვის მანძილზე და არა მარტო ამ ერთი თვის მანძილზე. ყველა ჟანრის მუსიკოსმა გადავწყვიტეთ, რომ დღეს გავაკეთოთ მარში და ეს არ იქნება მხოლოდ მუსიკოსების მარში, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის მელომანი, რომელიც არის სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მსმენელი, შეუძლია შემოუერთდეს ამ მარშს და ერთობლივი ძალებით დავიწყოთ ფილარმონიიდან მსვლელობა, რამდენიმე ლოკაციაზე გავჩერდებით და შემდეგ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან დავასრულებთ მარშს. მე აღნიშნავ, რომ აქტოვანებული ვარ იმ პროტესტის ფორმებით, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კრეატიულია ყოველი დღე და ჩვენს მუსიკოსებმა, ჩვენს მსმენელებთან ერთად გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რა თქმა უნდა, ამ პრობლემაში. თავარია რომ როგორმე გავანთავისუფლოთ ჩვენი პოლიტპატიმრები, ახალგაზრდა ბიჭებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები. მე დავამატებდი კიდევ ერთ მოთხოვნას, მაგრამ არ ვიცი ახლა თუ არის დროული ეს, რომ ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა იყოს დაჭერილი და ჩასული ზუსტად იმ ციხეში, სადაც ზიან ეს ახალგაზრდები და არა მარტო მოძალადე პოლიციელები, არამედ ისინი, ვინც სრულწლიანობას აძლევენ ამ სასამართლოს დროს და მათ მეშვეობით არიან დაჭერილები ახლა ეს ახალგაზრდები. ჩვენ რა თქმა უნდა ერთმანეთის გვერდზე ვდგავართ ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან. ეს იქნება მუსიკოსებთან ერთად მუსიკის მსმენელების მარშიც და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მეგონი რომ გაამართლებს როგორც სხვა მარშებმაც გაამართლა. პროტესტის 30-ე დღეს უცვლელი არის მოთხოვნები, ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. განსაკუთრებულად ემზადებიან მუსიკოსები დღევანდელი დღისთვის, მოუწოდებენ მათ გულშემატკივრებს, მსმენელებს, რომ გამოვიდნენ დღეს ფილარმონიასთან 7 საათზე ჩაერთონ მარშში, რადგან მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კიდევ ერთხელ დაანახონ ყველას, რამდენად ძლიერია ხალხი თავიანთ ერთობაში.